რუსულ ესტრადაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქორწილის მერე უკვე 2 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ტკბილი წყვილი თაფლობისთვის ამჟამად აღნიშნავს. ჯგუფი A-Studios სოლისტი თავის ამჟამინდელ მეუღლესთან ლევან გეიხმანთან ერთად მალდივის კუნძულებზე იმყოფება და ცოლქმრული ცხოვრების საწყისით ტკბება. ყველას კარგად გემახსოვრებათ ქეთას გახმაურებული ქორწილი, რომელსაც არც ერთი მნიშვნელოვანი სტუმარი არ დაკლებია. წყვილმა ჯერ ხელი მოაწერა, შემდეგ კი უზარმაზარი ქორწილი რუსი და ქართველი მეგობრების წრეში აღნიშნა. A-Studios გრაფიკის თუ ლევანის ბიზნესების გამო ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ წყვილს თაფლობისთვის გადადება კარგად შორს მოუწია და ამ უკანასკნელით ქორწილიდან 2 თვის შემდეგ ტკბებიან. ქეთა და ლევანი მალდივის კუნძულებზე იმყოფებიან. რა თქმა უნდა, მომღერალი შანსს ხელიდან არ უშვებს და ზღაპრული კურორტიდან თავის ახალ ფოტოებს გვთავაზობს. მოგეხსენებათ, რომ ქეთა იდეალურ ფორმაშია. მისი ვიზუალი მხედველობიდან კი არც რუსეთის პრეზიდენტს გამოჰყარვია. შემსრულებლის ერთ-ერთ ფოტოსთან ინსტაგრამზე ვლადიმერ პუტინის კომენტარი გაჩნდა. კეცი ძახილის ნიშნით. ასეთი კომენტარი გაჩნდა რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური სახელით A-Studios სოლისტის ფოტოსთან. როგორც ამბობენ, ამ უკანასკნელს ქეთასთან განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება აქვს და მის შემოქმედებასაც თვალყურს აქტიურად ადევნებს. როგორც ჩანს, არც ქეთაა ბატონი პუტინის მიმართ გულგრილი და ხშირად მის კომენტარებსაც ეხმაურება. თუმცა რა თქმა უნდა, საუბარი წმინდა წყლის პრეზიდენტ მოქალაქის ურთიერთობაზეა. ქეთა ხომ გათხოვილი ქალია და გვერდით საკმაოდ სიმპათიური ბიზნესმენი მეუღლე ჰყავს. კულუარული ჭორები იქით იყოს და სიახლეებს A-Studios შესახებაც მოგიყვებით. ჯგუფი, რომლის სოლისტადაც 2004 წლიდან მოყოლებული ქეთა თოფურია გვევლინება, 21 ნოემბერს კროკუს City Hall-ში გამართულ საღამოზე ნიეგალუბოია განიოკ მიიღებს მონაწილეობას. ჯერჯერობით კოლექტივი ტურნეს არ გეგმავს. ალბათ ქეთას პირადი ცხოვრებით ტკბობას აცლიან, თუმცა გეტყვით იმასაც, რომ მათი თბილისში ბოლო ვიზიტის დროს ჩვენთან მალე ჩამოსვლას დაგვპირდნენ, ასე რომ ველოდებით.